ახლები გაგვაცნო. ქართული კინოს პირველი ენციკლოპედიური ლექსიკონი ახალი წიგნი კინოს ისტორიის საუკუნოვან ეპოქას და 1000-ზე მეტ კინო მოღვაწეს აერთიანებს. უკვე იგეგმება წიგნის ინგლისურენოვანი ვერსიის გამოცემაც. ეს კადრები საქართველოში ძმები ლუმიერების უნიკალური გამოგონებიდან ზუსტად 15 წლის შემდეგ გადაიღეს. მაშინ, როდესაც მსოფლიოსთვის კინოფირი ჯერ ისევ უცხო იყო, კინოთეატრ რადიუმში პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმის აკაკი წერეთლის მოგზაურობის შესახებ პრემიერა გაიმართა. თუმცა ქართული კინოს ისტორია კიდევ უფრო ადრეული წლებიდან იწყება. თბილისში იყო 11 კინოთეატრი, ხარი 4. ფილმები, რომლებიც ქართულ კინოთეატრებში უნახავთ და ისიც რაც ჯერ არ უნახავთ. რა ხდებოდა ეროვნულ კინოწარმოებაში 1896 წლიდან 2011 წლამდე მხოლოდ ერთი წიგნის, ქართული კინოს ენციკლოპედიური ლექსიკონის ფურცლებიდან შეიძლება ამოიკითხოთ. რეჟისორები, მხატვრები, მუსიკის ავტორები, ოპერატორები და მსახიობები ბაზა 1000-მდე ბიოგრაფიასა და ფილმოგრაფიას აერთიანებს, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ქართული კინოს განვითარებისთვის კადრს მიღმა მუშაობდა. ჩვენ შევძელით გაგვეკეთებინა რაღაცა ისეთი ფილმები, რომელმაც მოუტანა სახელი. გაჩნდა რამდენიმე დიდი რეჟისორი ქართულ ასე ვთქვათ რეალობაში, ქართულ კინოს რეალობაში. ისე რომ ეს ყველაფერი არის ამ ენციკლოპედიაში და კითხველი და მომავალი თაობა უნდა დაეწაფოს ამ ენციკლოპედიას. ფესტივალები და ჯილდოები, რომელიც ქართულ ფილმებს წლების განმავლობაში აუღია. ამბანის მიხედვით დაალაგებულ ბიოგრაფიებთან ერთად უნიკალური ესკიზების ასლები და ფოტომასალა სხვადასხვა მუზეუმებში შეიკრიბა და დამოუკიდებელი კინოპროექტის ინიციატივით პირველად გამოიცა. შეგროვების პერიოდი იყო რაღაც წელიწადნახევარი, იმიტომ რომ ეროვნულ არქივში, კინო და თეატრის მუზეუმში, ქართული ფილმის არქივში მოვიძიეთ მასალა. ეს მასალა იყო კომპიუტერში დამუშავებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სურათები, ზოგი სურათი იყო გაბუჭებული, ზოგი აღვადგინეთ. შევკარით ეს მასალა. მე მგონი კაი გამოვიდა. ფაქტები, რომლებიც აქ არიან მოყვანილი, თავისთავად კინო სტუდენტისთვის არის უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად მას აქვს ერთ ფორმატში თავმოყრილი მთელი ჩვენი კინომემკვიდრეობა. მთელი სია იმ ფილმებისა და მთელი სია იმ ადამიანებისა, ვინც ეს ფილმები შექმნიან, ვისი შემოქმედების შესწავლაც არის წინაპირობა იმისა, რომ მიხვდე თუ რა ტრადიციას აგრძელებს შენ. უფროსი თაობის რეჟისორებთან ერთად ენციკლოპედია ახალგაზრდა ხელოვანებსაც აერთიანებთ. კინომოღვაწეებმა წიგნის საკუთარი შემოქმედების შესახებ დღეს პირველად შეაფასეს. ქართული კინოსთვის მითუმეტის დავლის საერთოდ ხელოვნებისთვის აუცილებელია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს დღე არის, რომ ენციკლოპედია გამოიყვანა. ვისაც აინტერესებს კინო, ქართული კინო, მისი ისტორია, ალბათ ბევრ რამეს ახალს აღმოაჩენს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს წიგნი, გაივლის საუკუნეები. ჩვენ არავის არ ვემახსოვრებით, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიღაცები ახალგაზრდები გადაშლიან წიგნს და მე ვფიქრობ იამაყებენ, იმიტომ რომ ქართული კინემატოგრაფი საამაყო იყო და იყო მსოფლიო კინემატოგრაფში თავისი ადგილი ეკავა, ძალიან მნიშვნელოვანი. ფილმში სამი სიცოცხლე. ქართული კინოისტორია საკუთარ თავს მსოფლიოსაც შეახსენებს. უახლოეს მომავალში ინგლისურ ენაზე ითარგმნება პირველი წიგნი იმ ადამიანების შემოქმედების შესახებ, ვინც საკუთარი შემოქმედებითი ავტოგრაფი მსოფლიოს კინოისტორიას უკვე დაუყარა.